დილამშვიდობის ხალხნო შემცირდა. მინუსებია გარეთ მინუს ორი და შეიძლება მეტიც კია. ვერა კაი ეს წელს რაღაცას მიეყუდები. გარეთ ჯერ ვერ გავდივარ, იმიტომ რომ თმა ისევ ნესტიანი მაქვს. ხო და პრინციპში გარეთ საქმე გასაკეთებელი ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს. ნუ გარდა იმისა, რომ უნდა სარეცხი შევყარო. ბარბარეს ცეკვის ფორმები რა გავავლებინო. დიდათ არ ვარეცხინებ ხოლმე მაგას, იმიტომ რომ ჭვრიალ-პრიალები აქვს და გასცვირდება. ხო და მე ხა უბრალოდ ცოტას მივისმოვისმოთ ამ ვიდეოს ჩავწერ. სანამ ივანე წავალო. მტვერსასრუტით ჩავრთა და ჭერი უნდა ჩამოვასუფთავო დღეს. ჯერ 1-2 დღეარი არ მომისვია და სადღაცას აბლაბუდებმა გაილაღეს. წინაზე წავიში და ფანქარი და წენი მესვა მარტო. ლაშე რომ მოვიდა მეუბნა სად იყავი. ვაი. საჭმელი მივირთვი უკვე და თან ვუყურე იმ ჩემ სერიალს შერეფის სიზმარს. სიმართლე რომ გითხრათ ძალიან უაზროდ გაწელეს უკვე. ეგ კი არ შემიძლია. იმედია მალე მორჩება. აი მართლა უაზროდ გაწელეს, მართლა. არ მიყვარს ეგ გაძაძღული სერიალი, ვინც მთავარ როლში არა, ანუ ქვეყნიერების მასშტაბით, რომ ერთ წუთში ყველაფერს იგებს და რაზეც მთელი სერია აგებული, რომ ერთ გოგოს ეძებს და გვერდზე რო ყავს, ანუ არ იცის, რომ ის გოგო ის არის. ცოტა ძალიან აი რომ მოინდომო შენ სახელგვარს რო გაიგებს და ის არ იცის, რაღაცა ის არის რა. ცოტა წაუაბსურდებს რაღაც მომენტში. ხო და ეგეთი რაღაცები კი არ მიყვარს. გასაკეთებელი რეჟისორებზე მაქვს ლაპარაკი. თქვი უცბად დამთავრ. მოკლე და საინტერესო, ხო შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანები. არა. ამას სარკე უნდა. თუ არა სადღაცას გავიყრი. დღეს ხვალზე სახში ვარ. გავაკეთე დღეისა ხვალისა ზეგის ტორტების სუ და სახში ვარ. მოშავათა მეფერსად არ მივდივარ. დღეს არის 20. ნახე როგორ სწორად გავარტყი. ეს თუ არის 29 თუ 8. ხო და რა უნდა ვთქვამით რა, ერთი კვირაღა დარჩა ამ თვის დასრულებაში და მერე მექნება იმ თვეში 4 ჯერ შაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი. ანუ სამუშაო დღეებს ვითვლი რა. და ეგრევე დავიწყებ ბოლოზარის საროჭკებს. მაგისტვის ხომ აქ მაგიდა. შაშა ბოლოზარის საროჭკა რომ მორჩი, რაც გავიტანე, აღარ შევხებივარ. ხო და ეხა დროა გამოყვანის მაგის. მაგიდა რაზეც ხატავ ხოლმე, რომ საროჭკა ის გემრიელად ჩამოეცმევა ხოლმე ზედ და ის არის კაია რა. მოკლედ. აი ასე. დილას რო გავუშვი, ვაიმე როგორ მაგრად გემრიელად მეცინა და როგორ არ მინდოდა ადგომა, მაგრამ მინდოდა რომ დილითვე მომეთავებინა ყველა საქმე რა, რომ მე რა ჩემთვის ყოფილიყავი, თუმცა იმ ხრივ არ აქ ის არ მიკეთა.
დილით ვერ წავიდნენ თუ არა რა გავაკეთე თხელი მანი აუ როგორ მიყვარს გიჟდები ოღონდ ცოტა სქელი გამოვიდა ხო და ანუ რო ვაკეთებ ხოლმე იმ წამს ვისხავ რა და გავაკეთე და მე შევედი აბანოში რომ უცბად მეთქი წყალს გადავივლებ და დავისხავ ოდნავ შესქელებულა მაგრამ არა უშავო იმ წუთას თხელს ვჭამხო ხო და სანამ მანი შევჭამე სანამ წამალები დავლიე რაღაცა რო გაიხანგძლივებ ხო იცი ეს კვების იმას რა ქვია რუტინას და ვუყურე იმ ერთ ცალ სერიალს და მეორე ჯერ არ დადებულ ანუ უბრალოდ ერთი სერიის ნახევარს ვუყურე რა და ეხლა მალე დადებენ მეორესაც შეიძლება სანამ მივდგები დადონ უკვე ახო და მაგიტომ მინდოდა რომ მეთქი დროულად რაღაცა რომ მე ჩემთვის ვიყო თუმცა ხალხო ეხლა რო საჭმელი შეჭამე გამათბობელთა რო ვიჭექი მივხვდი რომ ეძინება ხო და ეხლა შემოვედია უნდა მელაგებინა საწოლი და გეგმაშია რომ ბარბარეს ჩავტანო ბარბარეს ის ცეკვისები შევაგდო მეთქი მაგრამ და ვიდეოს ჩაწერას გარეთ ვაპირებდი რა ხო და რო იტყვიან აი თქვენ დამიხსენით წაკვდომისგან იმიტომ რომ ჩემი თავი ვაიძულე რომ ეხლა ვიდეო ჩამეწერა და არ დავწოლილება იმიტომ რომ მე ცუდია ხოლმე რა რომ მაინც რო ვერ ვისვენებ ანუ ეხლა რა დაიშავდებ არც არაფერი ეხლა საჭმელი რაღაცები მაგ არაფერი არ დაშავდებ მაგრამ ვერც ვისვენებ ხოლმე ანუ რაღაცა ყოველ წამის რაღაცაში მეღვიძება აი ესე და ჩემთვის ვეუბნები ადე გოგაბლაბუდები ადე ანუ მაინც ვერ ვისვენებ და რა აზრი აქვს ხო და მირჩევნი ეხლა ბარემ ვიდეო ჩავწერო თან თუ გამოფხიზლდები თან გადამივლის ეგ მომენტი თან ყველაფერს მოვასწრებ და მე რეგინა დაწექი და გინდა დაიწინე ქალო ხო მართალი ვარ კი ხირი მხარება ხო აი მის კაცლაც მინდა გუშინ მინდოდა სამსახურში არ ავწავიდოდი მაგრამ ვერ მოვასწარი ხო და წავილი ესე მოდუდღნული პანიკურით ანუ რას ვისმევდი ისედაც ხო ვიცოდი რომ ესე იქ სად არის მანი აი არ ვარ გაისმანიკური და გადავაგდო იმიტომ რომ ჯერ რო სქელი ბლანტი რაღაცა მალე გასძვრა რა ხო და ესე გეფცები რამის შემდეგ აი ესეთი რაღაცები უნდა დავუმალო ეს მაქვს ნაყიდი და ბევრი რა ვიცი რამდენჯერ მაქვს ნახმარი არ ვიცი ალბათ 2-ჯერ 3-ჯერ კაი 5-ჯერ მაქსიმუმ ასე იყო საწავლე ამოქრობით ეს არ ამოქრება ზოგადად ვერ ვიტან ჩემს ნივთებს რომ ვინმე ეხება ყოველთვის ბარბარის რაღაცებს ჭირდება ვცდილობ რომ გქონდეს თავისი და არა ერთი მაგრამ ფლანგველი რო იქნები ადამიანი და იმის მაგივრად თადარიგი დაიჭირო რომ გათავდა და იყიდო მე ჩემს ასხმარებს ხოლმე და აი ქონა მივასიკვდილო ხო ამ მაზისა დიდად მშველის მეთქი რა ვიცი რა გითხრათ თირკმლის ფასი კი ღირდა ხალხ რა 40 ლარამდე ღირდა თუ რაღაც ხო და ერთი მორჩი წამალი ანუ ერთი ფირფიტა ხო და დიდად რამე შედეგი ვერ დავინახე იმიტომ რომ გუშინ მაგალითად სამსახურში მთელი დღის მანძილზე მსკიოდა ფეხი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ როგორც მაშინა თიდღე რო დავლიე და მე გამიარა ეგეთი რაღაცა იქნება 1 2 3 4 5 6 7 ანუ ერთი კვირა ვსვამ სადღაც 1-3 დღეც რო დავლიო წესით უკვე ის შედეგი უნდა მქონდეს რაც ადრე მქონდა და ვნახოთ აი ვნახოთ ეს 3 დღეც დაველოდეთ და ვნახოთ რამდენად მექნება შედეგი თუ არა და მე მიწევს ეკიდან წასვლა რაღაცა იმაზე სადღაც სამუთები მქონდა ვნახო ხო და სხვა იმას მივიღებ რა ზომებს თუ არ გამიჩერდა იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ანუ შეუძლია რომ უმოძრაოდ
დამტოვოს იმდენად ამტკივდეს. ეს დღეებიო ვატყობ, რომ მარტო ის ქვედა კიდური კი არა, ზემოთ არის წამოსული, უეჭველი ნერვია, არ ვიცი. ხო და ნახოთ აბა. ნახოთ. ყველაფერს ვაჭამი დაბლა. იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე სველი ვერ ვიბოდიალებ და დილის სარზე გამოვუშვი ქათმები გაოცებულები მიყურებდნენ ზოგს ეძინა ისე ქანდარაზე და რამის კარები უკან მიიხურეს და გააგრძელეს წილი. ხო იმას ძაღლებს და კატებს უნდა მოუხარშო ეხლა ქათმის თავფეხი გაათავის შეჭამეს მორჩნენ დილას ბოლო დაუყარე. ოღონდ გარეშე იქ დაბლა ჩასვლა არ შეიძლება, გამორიცხულია რა სიძახით იცი როგორ ცივა. წყლები გაყინული იყო. ეხლა მზე კი არის, მაგრამ ცოტა ქარივით არის და იალნოზე ისევ თოვლი არის ჩვენთან, აი ეს ანუ სოფლის თავში, მთებზე, გორებზე, მთის კალთებზე. ხო და მანდ რო თოვლია ხოლმე სოფელში ცივა. და მithumetes ქარი როა იქიდან მოაგის სიცივე და ეს ძვალი რბილში ატანს და მაგის გამო ცივა რა. თუმცა ისა ზე არის. თან ქარივით იყო, მაგრამ გაჩერდა. ასე რომ ხალხო ადგა წავიდა და გააკეთა რამე ეს ამბავი ძალაშია. საწოლს ავალაგებ. აი ბუერა შემოვიდა, ტარიანი ბუერა როა და სულ აქ კი არაფერი არ არის. გარეთ არის ძირთად, სადაც გამათბობელი არის იმ ტერიტორიაზე. ანუ არჩევს ხოლმე ობობა რომ იყოს თბილად. ეგ ტერიტორია მაქვს დასაშლელი. წუხელი ყურებდი და დატოვჯანდებას დღესაც გაათერებენ კი კარგად. ხო და ივანე რომ მასწავლებელთან წავა, მე უკვე რექტორსასვიცად ჩავთავდა, ახლა იქაზის და განა შეიძლება ჩართო, მაგრამ რო გეზარება რა და მიზეზი რო გაქვს, აი რო წავა, მე ჩართავ. საჭმელი რა გვაქვს დღეს გეგმაში? რაღაცები არის ცოტა, მაგრამ გეგმაში არ ვიცი რა. ნახოთ. თუ არა და ერთი ჭამა მაკარონი არის და მე რა კარტოფილს შეუწოვა რაღაც. თევზი მაქვს. სკუმბრია გუშინდა და მომცა. კარტოფილს შეუწოვ და სკუმბრიას მიაყოლებენ. მე აღარ ვჭამ სკუმბრიას შებოლილს, იმიტომ რომ ვიცი რომ როგორც ჩემთვის არ არის კარგი, ისე ნაყოფისთვის ეგრეთ წოდებული ეგეთი აი როგორც სუშივა. ივანე ვინ მია? ძაღლები იყეფებიან და ანუ როგორც სუში არის უმი თევზები, ხო? თევზი ხორმე და იმით არის, ანუ არ არის კარგი რა და არ არის სასარგებლო არც ბავშვისთვის, არც დედისთვის და ამიტომ წინა მოტანაზეც აი ამის წინ რომ მომიტანა შევჭამე. იმდენად გაუაზრებლად შევჭამე. ხა კი არაფერი შეიძლება არც არაფერია, მაგრამ როცა იცი რომ რაღაცა თავს ვიკავებ. დიდათაც მინდა მეთქი მოგატყუებთ. ერთი სამსახურში დავტოვე. 10 მინუტას წავმეღო, იმიტომ რომ ვერც მოასწრებენ შეჭმას და ეხა ხვალე ცეკვაზე მიდიან და მთელი დღის მანძილზე მაგას არ შეჭამენ. კვირას კიდე ბოლო დღე არის. ნამცეცობა კვირას. ნამცეცობა თუ რაღაცა ეგეც ეძახიან. აღება, ნამცეცების აღების. რომ იწყება უშობათიდან მარხვა და ეგეთი რაღაცეები, რაც მაცივარში გაქვს, ტერიტორიაზე გაქვს რაღაცა, სულ უნდა ასუფთავდეს. ვუი. წავედი ახლა ხალხო. მიყვე საქმეს. თორე ესე რომ ვიჯდე. შემომეძინება, ხა თავს დავიმაგრებ. თვები არ დამივარცხნი, რატომღაც აი ესე ამ ფორმით მომწონს. ესე ჩამსუფთავებული არა. გუშინინო მეუბნება ბანკეტის იმაზე ჩაგწერეო. მაკიაჟზეო. ხო და არა მგონია, დავიდე. არ შემიძლია იმ ხა ერთმანეთს ხო უნდა ველოდოთ რა და
ამბავში არ შემიძლია. რიტას მივწერ ჩემ მეზობელს და ჩავეწერები. ოღონდ არ ვიცი ხა მთელი 5 თვით ადრე უნდა ჩავეწერო. ეგ ამბავი არ ვიცი. აჰა, აბა. ყველას კაი დღე ხალხო. სიზარმაცემ მშვენივრად ერთად დავცლიეთ. აბა ეხა კარგად იყავით. აბა ჰედა აბაჰო. ეს რაღაცა რა მე მგონი გადის. რა არის ვერ გავიგე, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას მეჩხვრიტება. სადაც ეს არის. კარგად იყავით აბა, კაი დღე ყველას. აბა ჰე.